დილამშვიდობისა საქართველო დღეს 20 დეკემბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე. Გამოშვებას ახლო აღმოსავლეთიდან ბოლო ამბებით ვიწყებთ. ღაზის სექტორზე ინტენსიური იერიშს ზეწოლის მიუხედავად განაგრძობს ისრაელი. ისრაელის არმიის ინფორმაციით ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ოლტოლუთა ბანაკზე მათ კონტროლი დაამყარეს. სახალი სარდლობის ცნობითვე ისინი წინ მიიწევენ სამხრეთ ღაზაში, განსაკუთრებით კი ხან იუნისის რაიონში. მათი თქმით ანკლავში საერთო ჯამში 1500 გურები აღმოაჩინეს, რომელიც ჰამას ეკუთვნოდა და უმეტესი მათგანი სამოქალაქო ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურებში იყო განლაგებული. ამავე დროს თელ-ავივი კიდევ ერთხელ აცხადებს ჰამასთან ბრძოლაში მეორე პაუზისთვის მზადყოფნას მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამ შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა. თავის მხრივ ჰამასი კი ამბობს, რომ ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მხოლოდ ომის შეწყვეტის შემდეგ დაიწყება. ღაზაში ამ დროისთვის 130-მდე მძევალი რჩება. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეისთვის გადაიდო გაეროში უშიშროების საბჭოზე. მანამდე მომზადებულ მსგავს დოკუმენტებს ვეტო ვაშინგტონმა დაადო. ომი გრძელდება უკრაინაშიც. დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შესაძლოა თავდასხმის საფრთხის გამო ღამით საჰაერო განკაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში ორჯერ ჩაერთო. ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ცოტა ხნის წინ ხარკოვის ოლქში საცხოვრებელ კორპუსებზე. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული, სვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. დაიბომბა ხერსონის ოლქი, დასშავდა ოჯახის 4 წევრი, დედა და მისი 3 მცირეწლოვანი შვილი. შეტევა იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც. პარალელურად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით მორიგი განახლებული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გმობს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. ხანძარს თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა ცეცხლინუცუბიძის პლატოზე საცხოვრებელ სახლში გააჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ბინაში ასაკოვანი ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო ბრიგადა. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, დაწყებული აწიება. Რო გავედი იქ სახანძროს მილები იყო, ჩანდა გავიხედე მერე ზემოთ რა ხდება მეთქით, დავინახე საშინელი შავი კვამლი. ყველა მოსულები იყვნენ, ჩვენ გავიგეთ ყველაზე ბოლოს გვიან. უკვე და ზუსტად 2 თუ 3 წუთში ყველაფერი იქიდა შავი კვამლი, უკვე რო გავიხედე ისევ 5 წუთის მერე უკვე აღარაფერი აღარ გამოდიოდა. ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე ვიცი რომ გარდაიცვალა და დაიცვალა. ვიცი რომ ასაკოვანი. როგორც თითქოს მოკარი ყური რომ სიგარეტის წაეკიდა იმაზე ამას მოვკარე ყური. მიხეილ სააკაშვილის მორგის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმე ეხება 7 ნოემბრის ეპიზოდს. პროცესი იგეგმება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა გამოკითხვა. სააკაშვილის უფლებადამცველი დღევანდელ სხდომაზე რაიმე შუამდგომობის დაყენებას არ გეგმავს. წინასახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი გამკაცრებულია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათმა წარმომადგენლებმა კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს საჭარასა და შიდა ქართლში. უწყება ახსენებს მოსახლეობას, რომ წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოჭრაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე მოქმედებს 2000 ლარიანი ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. წინასახალწლო პერიოდში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამკაცრებს კონტროლს წიწვოვანი ხემცენარეების უკანონო ჭრაზე, ტრანსპორტირებაზე და რეალიზაციაზე. უკვე გამოვლენილია არაერთი ფაქტი, მათ შორის უკანონო ჭრასა და ტრანსპორტირებაზე და ხემცენარეების დაზიანებაზე, რაზეც გატარებულია მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებული ზომები. 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 46000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის გზის საფარი. სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 120 მისამართზე. ანგარიშის მიხედვით ამ პროექტებისთვის დაიხარჯა 21 მილიონზე მეტი ლარი. მთაწმინდის გამგებელმა აქცენტი მომავალი წლის გეგმებზეც გააკეთა. დღეს ჩვენ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას წავედგინეთ 2023 წლის ანგარიში, ასევე პროექტები, რომელი პროექტებიც იყო ორიენტირებული მათზე. ეს პროექტები იყო როგორც სოციალური კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით, ასევე ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობის კუთხით და ჩვენ ასევე გავაგრძელებთ 2024 წელს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთების შესრულებას, რადგანაც ჩვენ თავიდან ბოლომდე ვართ ორიენტირებული მათ ესე ვთქვათ სურვილებს. მოვისმინეთ მთაწმინდის რაიონის გამგებლის და ზოგადად გამგეობის
ანგარიში იმასთან დაკავშირებით რა გაკეთდა 2023 წელს. ძალიან შთამბეჭდავია ეს ანგარიში, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი პროექტები განხორციელდა, როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისევე უშუალოდ მოსახლეობის სოციალური ჯანდაცვის დახმარების თვალსაზრისითაც. ამიტომ მომავალ წელსაც ეს ყველაფერი უფრო მეტად გაგრძელდება. კიდევ ერთი წინა საახალწლო ჯადოსნური ღამე საშობაო სოფლებში თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საზეიმო განწყობა თბილისის სამ საგანგებოდ მოწყობილ ადგილზე არის. მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა, მუსიკალური ღონისძიებები, აგრო და გასტრონომიული, ასევე საგანგებოდ მოწყობილი საბავშვო კუთხეები. ყველა მსურველ საახალწლო სოფლის მონახულება 7 იანვრის ჩათვლით შეეძინება. ძალიან ბედნიერი ვართ, იმიტომ რომ ძალიან ხასახალისოა და ყოველდღიურობიდან გამოყავხარ, რაც საოცრად სამყაროში გადმოყავხარ. მივდივართ აი დატვირთული, დადებითი ემოციებით, აი სიმღერები, მორთულობა ძალიან ლამაზია ყველაფერი და მადლობა ორგანიზატორებს. ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყავს ჩვენ საშობაო სოფელში, რაც ძალიან გვახარებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ 7 იანვრის ჩათვლით ნაკადი არ შეწყდება და კიდევ უფრო მეტი და მეტი ვიზიტორი ეყოლება საშობაო სოფელს. ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკალური პროგრამა კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს ჩვენს ყოველდღიურ ღონისძიებებს. ველოდებით ყველას 7 იანვრის ჩათვლით ყოველ დღე დილის 12 საათიდან გვიან ღამემდე, რომ ეს არაჩვეულებრივი განწყობა გაიზიარონ. ასეთი იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება, მე 9-მდე გემშვიდობებით. კარგით.